16 საუკუნის 20-იან წლებში ქართლში მეფობა გაუქმდა. ქვეყანას მართავდა მარსპანი, სპარსი მოხელე, რომელიც თბილისში იჯდა. აი ამ დროიდან მოყოლებული 400 წლის განმავლობაში საქართველოს მეფე არ ყოლია. სწორედ ამ დროს სირიის მონასტრებიდან ქართლში მოდის 13 სირიელი მამა. სირიელებს ეძახიან, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ქართველები იყვნენ წარმოშობით. აი მათ ჩაუყარეს საფუძველი საგანმანათლებლო კერების შექმნას. ეს მაგალითად ნეკრესია. ეს შიომღვიმე. კერები იყო თბილისში, მარტყოფში, დავითგარეჯაში და სხვაგან. ეს უაღრესად დიდ როლს ითამაშებს მომავალში, რადგან იქმნება ერის კულტურულ-იდეოლოგიური ერთიანობის საფუძველი. ეუდაბროები უაღრესად განათლებული და თავდადებული ადამიანები იყვნენ. აი სწორედ მათ თავდადებას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ, რომ დღემდე შემოგრჩა ხელოვნებისა და კულტურის მრავალი უნიკალური ძეგლი. მე-7 საუკუნიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს შედის ბიზანტიის გამგებლობაში და იგრძნობა აღმავლობა კულტურის ყველა სფეროში. აი სწორედ ამ დროს ყალიბდება ახალი მიმართულება არქიტექტურაში, ამავე დროს ეს ადგილობრივი ეროვნული მიმართულებაც არის, რომლის ბრწყინვალე მაგალითი არის მცხეთის ჯვარი. გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ალექსიძე. კავკასია გეოგრაფიულად თითქოს ერთი სახელმწიფოსათვის არის გაჩენილი. სინამდვილეში კი ისტორიამ ინება 3 ცივილიზებული სახელმწიფო გაჩენილიყო უკვე უძველესი დროიდან. აი იმის გამო, რომ ასეთი გეოგრაფიულად ერთიან გარემოში იყო მოთავსებული ეს 3 სახელმწიფო, გარეშე ძალას ტერი იქნებოდა თუ მოყარე. კავკასია მთლიანად ჭირდებოდა. ამიტომვე კავკასიის ეს ხალხები, ხედავებაში მაქვს სომხეთი, ალბანეთი, კავკასიისა, საქართველო, გარეშე ძალასაც ერთიანი უპირისპირდებოდნენ. სულ ერთიან ტერი იქნებოდა თუ ეს თუ მოყარე. აი ამის გამო იყო, რომ ქრისტიანობაც როგორც ჩანს ერთდროულად გამოცხადა სახელმწიფო სარწმუნოებად ამ ქვეყნებში და კავკასია ერთიანად შეიკრა იდეოლოგიურად ისეთი საფრთხის წინააღმდეგ და წინაშე როგორც იყო ირანის ზოროასტრული სახელმწიფო. თვითონ ეს გეოგრაფიული ერთიანობა კავკასიის ხალხებისათვის ქმნიდა ტენდენციას, სწრაფვას, რომ მოეპოვებინა ცალკეულ ქვეყანას შესაძლებლობის შემთხვევაში უპირატესობა კავკასიაში და კავკასია გაერთიანებინა თავისი ეგიდის ქვეშ. ისე რომ თუ ნორმალური ყველაზე ოპტიმალური პირობების შესაქმნელად საჭირო იყო არსებულიყო რაღაც ერთიანობა და ეს ერთიანობა ქრისტიანობა იყო და ამავე დროს მასში ყოფილიყო რაღაცა განსხვავება. და აი სწორედ ეს განსხვავება მონოფიზიტური და ბიოფიზიტური სარწმუნოება. სომხეთმა აირჩია მონოფიზიტობა როგორც იდეოლოგია, ქართლმა დიოფიზიტობა და იმავე დროს ეს იყო პოლიტიკური ორიენტაციის გამოსახულება. სამხრეთში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ახალი ძალა ყალიბდება, არაბები. მათ შექმნეს ძლიერი აგრესიული რელიგია ისლამი, რომელიც ყველა მორწმუნესაგან
და ისინი თავის თავს მართლმორწმუნეებს ეძახდნენ, ითხოვდა სრულ მორჩილებას. და დაიძრნენ. დაიძრნენ ჩრდილოეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, დასავლეთისკენ. არაბები მომთაბარენი იყვნენ, ძალიან კარგი მეომრები. რელიგია კი მათ აძლევდა უფლებას ცეცხლთა და מחვილით დაემორჩილებინა და თავის რჯულზე გადმოეყვანათ ყველა ურძმონო. და ამ დროს მოდის ქართლში არაბი სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა, რომელსაც ქართლის ერისმთავარი ქართლის საზღვარზე ელჩი აგებებს და დაიდება შემდეგ მათ შორის ხელშეკრულება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ იყო. ეს ხელშეკრულება ძირითადად, ასე ვთქვათ, ხარკის პრობლემას აწესრიგებს. არაბებს ამ დროს აქ არც თვისი სამხედრო ნაწილები ჩაუყენებიათ, არც მოხელე დაუნიშნავთ, გაფორმდა ხელშეკრულება. მაგრამ პირველსავე ხელსაყრელ ვითარებაში, როგორც კი სახალიფოში შფოთი და სამოქალაქო ომი იწყება, ქართლი წყვეტს ამ ხარკის გადახდას. აკადემიის წევრ კორესპონდენტი მარიამ ლორთქიფანიძე. საუკუნის მეორე ნახევარი და მერვე საუკუნის პირველი 30-იანი წლები ეს არის გამუდმებული დამსჯელი ექსპედიციების მოსვლა ქართლში. ამავე დროს, როგორც მართებულად და ძალიან მოხდენილად ბრძანებს სიმონ ჯანაშია, ამ დროს ქართველი ხალხი სამი მხრით იქნებს ხმალს: არაბები, ბიზანტიის იმპერია და ჩრდილოეთიდან ხაზარები. აი ამ უთანასწორო ბრძოლაში რასაკვირველია, თანდათან იფიტება ერის ძალები და ეს სრულდება აი ცნობილი მურვანყრუს ლაშქრობით, რომელიც იმდენად მძიმე იყო და მართლაც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყარდება დიდი ხნით არაბთა მფლობელობა და ალბათ შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ ქართველი ისტორიკოსი საერთოდ არაბთა შემოსვლა საქართველოში მურვანყრუს სახელთან აკავშირებს. ქართველი ერის წინაშე დადგა ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ასე წერს ივანე ჯავახიშვილი. და მაშინ, როდესაც ერს აღარ გააჩნდა ფიზიკური ძალები გადარჩენისათვის, წინა პლანზე გამოდის სულიერი ენერგია. არგვეთის მთავრებს, დავითსა და კონსტანტინეს არაბებმა ისლამის მიღება შესთავაზეს. მათ უარი განაცხადეს. ისინი დახოცეს. ხალხმა მათი ცხედრები აი ამ მთაზე დაასაფლავა. ტაძარს კი მოწამეთა ჰქვია დღესაც. ხაზართა ხაკანმა გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა ქართლის ერისთავის და, ოღონდ ძალით. ქალმა თავი მოიკლა. გამოწვეული შესაძლოა იყო, მაგრამ ლერწამსავით აი შენ თქვი ამის შესახებ. ერის მორალი შედრკა ესე იგი. შედრკა. რამ გამოიწვია ეს? ბუნებამ თვითონ ადამიანისამ თუ იმ პირობებმა შენ რით შეგიძლია ეს? ეს გამოიწვია ისტორიულმა პირობებმა და თანაც იმანაც, რომ ქრისტიანობა ახალი შემოსული იყო, ასე თუ ისე. და ერს არ ქონდა იმდენი სულიერი ძალები, რომ მას თავი შეენახა და თავი გაეტანა და ამისათვის საჭირო იყო მაგალითი ინდივიდუალისტისა და ასეთ ადამიანად ჩვენ მოგვევლინა აბო. როდესაც დაუშვათ ქრისტიანი მიიღება მაქსიმალისტურად მსჯელობენ ახალგაზრდები, მაგრამ ძირითადში მე მგონი სწორად მსჯელობენ. ესეც ალბათ გამოჩენის რაღაც ერთგვარი ეთყობა მაინც ჰქონდათ, მაინც აქვს და ყოველთვის მოყვებოდა კაცობრიობაში, ყოველ ერში იყო ეს, მე მგონი ჩვენთანაც და ყველა ერში, რომ ერთგვარი მიკედლება ძალისადმი, უცხო ძალისადმი იყო მატერიალური ხარე მათ არჩიეს უმაღლეს იდეალებს. თვითონ ეს აბო როგორც გაზრდილი არა ქრისტიანულად ეს ნერსეს დამსახურება იყო და ნერსე ხდებოდა ამ დროს რომ საჭირო იყო ქართველი კაცისათვის არა ქართველი წამებული ქრისტიანობისათვის არამედ ვინმე სხვა რომელიმე სხვა ერის წარმომადგენელი და ამისათვის ყველაზე მისაღები იყო არაბი რომელმაც მაჰმადის რჯული უარყო და იგი ქრისტიანობაზე გადმოვიდა რისთვისაც იგი ეწამა აბო სადღაც აიაკ დასაჯეს სიკვდილით მერე მისი ცხედარი ამ ქუჩით ალბათ წაიღეს სასაფლაოზე, რომელსაც ერქვა საგოდებელი და იქ დაწვეს. ფერფლი კი მტკვარს გაატანეს.
ბევრჯერ დაინგრა აქაურობა. ბევრჯერ დაინგრა კი. აი არაბობის დროს ხომ არ დაუზიანებიათ ძალიან. ალბათ დაზიანდა, მაგრამ იმდენი არა, უფრო მონღოლების დროს, შემდეგ თემურლენგის შემოსევების დროს ძალიან ბევრი. იცით ერთ-ერთი კითხვა მაქვს ასეთი, ხო არ გახსოვთ თქვენ არაბობის დროს ერთი ასეთი ხალი იყო შუშანი ერისთავის და მისი ისტორია. ქართლის ერისთავის და განგი. მუსლიმანად განთქმული ყოფილა. დაატყვევეს და გზად შუშანმა თავი მოიწამლა. ბეჭდში ქონა საწამლავი დამალული. აი საინტერესოა ხო დღეს თქვა იგივე სიტუაცია თქვენ რო შეგემხოთ რა სიზამთით. არ ვიცი. ვერ გეტყვით. ალბათ შუა საუკუნეების საქართველოში ეს არის გაგრძელება ანტიკურ ხანაში მიმდინარე პროცესისა, მიმდინარეობს თელი განვითარება გაერთიანებისკენ არის მიმართული, მაგრამ თუ საგარეო ფაქტორი ხალხს არ უთხოვს ხელს და აი ეს ართულებს ამ გარემოებას. მეცაც გეტყვი. იგივე ქართული საისტორიო ტრადიცია, ჯუანშერი მაგალითად და ეს მატიანეც ისეთვლიან, რომ ეს ერთიანი ქვეყანაა. იქ ერთი დამპყრობელი ზის აქ, მეორე დამპყრობელი ზის აქ, მთავრები მომრავლდნენ, ეს მთავრები ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ეს ქვეყანა მაინც ერთიანია. თავისებური ვითარებაა. საქართველოს პოლიტიკურად ერთიანი არ არის, მაგრამ ეკლესიურად მე-10 საუკუნის ყოველ შემთხვევაში შუა წლებში გაერთიანებულია. აი, აფხაზთა სამეფო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. კახთა სამეფო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჰერთა სამეფო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მაგრამ ეკლესიურად მცხეთის ტახტს ექვემდებარება. მთელი საქართველო ეს პროცესიც ნელ-ნელა მიმდინარეობს და აი ეს ფორმულა, რომელიც გიორგი მერჩულეს აქვს გამოთქმული სწორედ მე-10 საუკუნის შუა წლებში, რომ ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაც აშინა ქართული და ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა იყოველი აღესრულების, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართლი, ცნება ქართლი ძალიან გაფართოვდა და ის უკვე არის არასაკუთრივ ეთნოგრაფიული ქართლი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობის. ის მოიცავს ამ დროს საკუთრივ ქართლს, სამხრეთ საქართველოს, კახეთს, ჰერეთს და მთელს დასავლეთ საქართველოს. რომ აი ყველგან აქ ამ დროს ეკლესია ქართულია და ლოცვა, წირვა ლოცვა ქართულად წარმოებს. თუმცა პოლიტიკურად ჯერ კიდევ გაერთიანებული არ არის. აქ ასეთი პროცესი მიმდინარეობს, წარმოებს ბრძოლა შიდა ქართლისათვის. ივანე მარუშიძე აფხაზთა მეფის ერისთავია შიდა ქართლში, მაგრამ ის სწორედ მიმართავს დავით კურაპალატს და შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ყველაზე რეალურ ძალას, როგორც ჩანს, ამ დროს საქართველოში დავით კურაპალატი წარმოადგენდა. და დავით კურაპალატის მხარდაჭერითა და მეშვეობით ახორციელებს აფხაზთა სამეფო სახლის და ბაგრატიონთა სამეფო სახლის ერთობლივი წარმომადგენლის ბაგრატის დასმას შიდა ქართლში. რა მიიღო ამ კაცმა? ზოგადად შიდა ქართლის გამდებლობა მიიღო, მაგრამ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რაც თავია გამიზნული, რომ ხვალზეկ ის გახდებოდა აფხაზთა მეფე. ეს 975 წელი. ბაგრატი ბრძოლით იპყრობს ჯერ კახეთს და ჰერეთს, მერე კი სამხრეთ საქართველოს, სადაც მოტყუებითაც კი ხოცავს თავის ნათესავ ბაგრატიონებს. კოდეკარის საერისთავო მდებარეობდა იმ ჩამკეტ გზაზე, რომელიც ბიზანტიიდან პირველ რიგში იმპერიოდში ეს იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ბიზანტიიდან დამოუკიდებლად გზასკედავდა. ვის ხელშიც იყო კოდეკარი, იმის ხელში იყო შიდა ქართლში შესასვლელი. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა ისე, რომ კოდეკარის ერისთავისათვის ვაჟი არ გადაეხადა. ამიტომ იყო ბაგრატ მესამე რატის წინააღმდეგ იწყებს ფაქტიურად, როგორც ერთიანი საქართველოს მეფე ბრძოლას. ბაგრატ მეოთხეც ებრძვის და ერთ ეტაპზე ამარცხებს და განდევნის საქართველოდან მას.
საქმე აი მაშინ იყო სწორედ რომ გასვეს ძელს და აყურებინეს მის შვილს რომ ძელზეა მამამისი გასმული თორე ის არ გამოდიოდა კვეკარის ციხის ბრძოლით აღება შეუძლებელი იყო და აი ესეც საინტერესოა ყველა ისინი ეს ლიპარიტები ეს ბაღვაშები თავისი თვალსაზრისით ქვეყნის პატრიოტები არიან იმათ უყვართ საქართველო მაგრამ იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური განვითარება და პერსპექტიული განვითარება გამორიცხავდა ასეთი სისტემის შესაძლებლობას. აუცილებელი იყო ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნა სწორედ საქართველოს შემდგომი გაძლიერებისა და მისი პოზიციების გამტკიცებისათვის ამიერკავკასიის მასშტაბით. აი ამ დროს ხდება ცნებათა შეცვლა. ცნება ქართლი იცვლება საქართველოში. ქართული კულტურა ნელ-ნელა გადის ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს დღევანდელი დაღესტანი. ქართული გუთანი უკვე მთელ კავკასიაში ემოდებობს, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხი აღიარებს ქართველურენოვან ქრისტიანულ იდეოლოგიას და ეზიარება ქართულ ფეოდალურ კულტურას. ეს დათუნას ეკლესია და იქვე არის სოფელი დათუნა. ესეც დაღესტანში. ქრისტიანობა და ქართული დამწერლობა მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული. ნუზალის ეკლესია ჩრდილოეთ ოსეთში, ქართული წარწერებით. ქართული კულტურა სამხრეთითაც ვრცელდება. ახტალა სომხეთში, ქართული ფრესკებით. ეს კი ქობაილია. ისი ამირანდის და ამიტომ ბრძოლა არაბებთან პროვინციებიდან იწყება. ბანა, ერთ-ერთი უმშვენიერესი ტაძარი მთელ აღმოსავლეთში. ეს კი პარხალია. საერთოდ ტაო-კლარჯეთი იმ პერიოდის საქართველოში უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია. აქ თავს იყრის მრავალი მონასტერი და აქ იწყებს მოღვაწეობას ბევრი გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე. ქართული კულტურა სცილდება საქართველოს ფარგლებს. სამხარის სამონასტრო კომპლექსი სირიაში. ეს კი ქართული მონასტრის ნანგრევებია. იერუსალიმი ქრისტიანთა უმთავრესი ცენტრი იყო და აქაც მრავალი ათეული ქართული მონასტერი იყო აშენებული. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ეს ცენტრი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროს არის დაარსებული. იქვე იერუსალიმთან ახლოს ბირელკუტის მონასტერი. აი ეს კი ბირელკუტში ნაპოვნი ერთ-ერთი უძველესი ქართული წარწერაა. ასე თვლის კორნელი კეკელიძე. ათონის მონასტერი, პეტრიწონი და სხვა მრავალი მონასტრები იყვნენ ის ცენტრები, საიდანაც ქართული კულტურა გადიოდა საზღვარგარეთ და პირიქით ყველაფერი საუკეთესო რაც იყო მსოფლიოში შემოდიოდა საქართველოში. და დააკვირდით. საკმარისია შეწყდეს მტრის ექსპანსია და იმავე წამსვე იწყება საქართველოს გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე. მაგრამ როგორ? კულტურის საშუალებით. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი პრინციპი. აი ამ დროს საქართველოს ტახტზე ადის გიორგი პირველი.
გიორგი პირველი ფიქრობს ახალ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს ძალიან აუცილებელი ეტაპია, იმიტომ რომ დავით კურაპალატის სამფლობელო ბიზანტიელებმა წაიღეს. რასაკვირველია მოთმინა იმისა, რომ ეს ბიზანტიის იყო ძალიან ძნელია და საქართველოს განვითარების საერთო ტენდენციისათვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ არის მეორე მხარე საკითხისა, რომ გიორგის აქ შეცდომა მოუვიდა ნამდვილად. კი, თითქოს ძალიან კარგად შეარჩია დრო, როდესაც ბასილი ბულგარელებს ეომებოდა, მთელი თავისი ძირითადი შეფუქი მართადე ბოლოს გაიმარჯვა, მაგრამ ძალიან ძვირად დაუჯდა ის გამარჯვება. ბასილის, დიახ, ბასილი იმპერატორს. მაგრამ მაინც შანსს ჯერ კიდევ საქართველოს არ შესწევდა იმის ძალა, რომ ბიზანტიას დაპირისპირებოდა და ეს აი ამ ბასილსა და გიორგის შორის ომმა 1021-23 წლებში სრულიად აშკარა დახადა. გიორგი ამავე დროს კიდე მიუხედავად ცირე ასაკისა ახალგაზრდობისა ძალიან ბევრ რაღაცას ასწრებს და ახერხებს არა? კი, ისე ჩვენი მემატიანე ძალიან კარგად ახასიათებს მას პიროვნების შესანიშნავ დახასიათებას იძლევა. მოგეხსენებათ, რომ დიდი მშენებლობა წარმოებს ამ დროს საქართველოში, ბევრი რამ კეთდება ძალიან. სვეტი ცხოვლის აშენება მარტო რა დღირს ერთი ადამიანის საქმიანობისათვის, თქვათ ესეც მნიშვნელოვანია. გიორგი პირველი ქართველი მეფე იყო, რომელმაც ყველა ბიზანტიური წოდება მოიხსნა. მაგრამ აი ამ ომმა ძალიან ძიმეს, ჯერ ერთი სამხრეთ საქართველოს ძალიან ბევრი პროვინციები დაიწვა, განადგურდა ჩვენი მემატიანე წერს, რომ მოდიოდა დაწვა ოლთისი, დაწვა გზე, სოფლები ააწიო, გააოხრა. ყველა დამპყრობი ერთნაირად იქცევა. სხვა არჯულის თუ ერთმორწმუნე. ამ შემთხვევაში არც ბასილი კეისარი იყო გამონაკლისი. აი სულ რამდენიმე წლით ადრე მანამდე ბულგარელებთან ბრძოლაში მან 15,000 ტყვე ბულგარელი დააბრმავა. მხოლოდ მეწინავეს დაუტოვა ცალი თვალი და ისე გაუშვა ყველანი ბულგარეთში. თავდება პირველი 1000 ლეული და ევროპა მეორედ მოსვლას ელის. წარღვნა მოგეხსენებათ არ დამდგარა, მაგრამ ამ დროს სოფლიოში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. კიევის დიდმა მთავარმა ვლადიმირმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ირანის ზეგანზე, იქ სადაც ჯერ აქემენიდთა უზარმაზარი იმპერია იყო, შემდეგ კი სასანიდთა სამეფო შემოაღწიეს თურქული მოდგმის მომთაბარე ტომებმა და სელჩუკთა სახელმწიფო შექმნეს. სელჩუკთა მოსვლის დროისთვის ბიზანტიამ კავკასიაში ყელი თვითონ გამოიჭრა, იმით რომ მოშლილია სომხეთი როგორც ბარიერი სელჩუკების წინააღმდეგ. სომხური სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს და სელჩუკები იპყრობენ ბიზანტიელთაგან სომხეთს. და სხვათა შორის ახლა შეიძლება ცოტა წინ წავიდე, მაგრამ როდესაც დავით აღმაშენებელმა სომხეთი დაიპყრო, იურიდიულად გამართლებული ის, რომ მან უშუალოდ შემოუერთა საქართველოს სომხეთს, იმითაც არის, რომ მან სომხეთის სომხებს კი არ წაართვა, სელჩუკებს წაართვა. იქ აღარ არსებობდა უკვე ადგილობრივი ხელისუფლება. აღარ იყვნენ ბაგრატუნები. და როდესაც სელჩუკები მოვიდნენ, ბიზანტია დამარცხდა მათთან ბრძოლაში და საქართველო მარტო აღმოჩნდა სელჩუკებთან პირისპირ. რაოდენობრივად, შეიარაღებით. ისინი სულ ყიდულობდნენ ევროპის ქვეყნებისგან შეერაგებას და წყინვალეთ იყვნენ სელჩუკები შეერაღებულნი. მე იმათ ხომ არ ქონდათ არმია და ზურგი და არა, ისინი მოდიოდნენ და რა სადაც მოდიოდნენ, სახლდებოდნენ. მე კიდე მოდიოდნენ, კიდე სახლდებოდნენ და ასე დაიკავეს მთელი ალბანეთი დაიკავეს ასე, ყოფილი ალბანეთის სამეფოს ტერიტორია, აი მას ამ დროს არის, რომ ზღვარი, საბოლოო ზღვარი არაბების დროსაც გარკვეული ამბი, მაგრამ საბოლოო ზღვარი, თქვათ ალბანეთსა და აზერბაიჯანს შუა. დასხდნენ და დაიკავეს სომხეთი და ასევე დაიწყეს შემოსვლა საქართველოში.
როდესაც უკვე საბოლოოდ დაიწყეს ბრძოლა საქართველოსთვის, საქართველოს მოკავშირე არ ყავდა სელჩუკების წინააღმდეგ, ბაგრატი მარტო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბაგრატმა მაინც შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ხარკიც არ დაიდო ბაგრატმა სელჩუკების. ქართველი ისტორიკოსი წერს, რომ გზავნიდა სულთანი ელჩს და მოითხოვდა ხარკს, ბაგრატი უგზავნიდა ძღვენს. შეიძლება ეს ძღვენი იმ ხარკზე მეტიც იყოს და იმის ტოლიც იყოს, მაგრამ ეს უკვე იურიდიული ის არის, სტატუსის ამბავია. ძღვენს და ამოთა ენითა ესე გადაესაუბრებოდა, მაგრამ ხარკი არ დაიდო. მაგრამ 72 წელს ბაგრატი რომ გარდაიცვალა, უკვე მდგომარეობა ძალიან მძიმე შეიქნა. დაიწყო გადამწყვეტი ეტაპი სელჩუკების ბრძოლისა ამიერკავკასიაში თავისი ხელისუფლების დამკვიდრებისათვის. და აი გიორგი მეორე ძალიან ტრაგიკული პიროვნებაა, იცით? გიორგი მიკისრა ხარკი, სხვა გამოსავალი არ იყო. გიორგიმ რაპირობით დაიდო ხარკი, რომ ურდოები გაიყვანათ საქართველოდან. მალიქ შაჰმა რასაკვირველი უთხრა გავიყვან ურდოები საქართველოდან. ამავე დროს სულთანმა გიორგის მიმართ დიდი მოწყალება გამოიჩინა და ლაშქარი გამოატანა კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად. ფაქტურად რა შეიქნა? გიორგი წავიდა იმის სათხოვნელად და ხარკიც იმისთვის დაიდო, რომ ეს ურდოები აქედან გაეყვანათ და ეხლა გიორგი მოდის სელჩუკთა ახალი ურდოებით სათავეში. მე მოვიდა თოლიო და დავითის ისტორიკოსი ძალიან განძღავს ცოტა. გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთის დღეში, რომ დაინახა თოვლი, მოხსნა ალყა ვეჟინის ციხე, თვითონ გადავიდა ლიხთიმერეთში და მიუგდო, აი პირდაპირ ასე წერს და მიუგდო, აი ეს კახთი და ეს ივრის პირეთი, ესე იგი ეს ნაყოფიერესი და საუკეთესო ველები საჭმელად თურქებს. და იმათაც ჭამეს. შეიძლება ვიტყვით, რომ ერთადერთი, როდესაც დაინახა სამი თვე ალყად იდგა, რომ აქ ქართველები იყოცებიან იქიდანაც და აქედანაც, წავიდა თავისი ლაშქრით, რომ თვითონ მაინც არ მიეღო ამ ძმათა შორის ომში მონაწილეობა. რა ვითარებაში არის დავითი ტახტზე? საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის გადმოღმა არ ვრცელდება ფაქტიურად. აღმოსავლეთ საქართველო გაპარტახებულია და სელჩუკი ურდოების სათარეშო ასპარეზად არის ქცეული. აი ასეთ ვითარებაში ადის ის ტახტზე. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მე-11 საუკუნის 30-იანი წლებიდან შეიძლება ძალიან ცირედ, მაგრამ მაინც საერთაშორისო ვითარება საქართველოს სასარგებლოდ იცვლება. თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოში იწყება დინასტიური ომი, იწყება ამ ფეოდალური სახელმწიფოს დაშლა. ამავე დროს იწყება დასავლეთიდან ჯვაროსნების შემოჭრა. ეს უზარმაზარი ძალა ჯვაროსნებისა რო შემოდის, რაღაცა ძირითადი ყურადღება მაჰმადიანებისა იქით არის მიპყრობილი. აი ამ დროს ევროპა ემზადებოდა ჯვაროსნული ლაშქრობებისთვის. თურქეთმა გადაკეტა აღმოსავლეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზები და დაიწყო კრიზისი. ევროპა იხჩობოდა და ქრისტეს საფლავის განთავისუფლების საბაბით ევროპა დაიძრა აზიისაკენ. დავით აღმაშენებელი 16 წლის ავიდა ტახტზე. მეცნიერები ფიქრობენ, რომ აი აქ უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა დავითის პორტრეტი. ეს კი მისი მასწავლებელი, თანამოაზრე და თანამებრძოლი გიორგი ჭყონდიდელია. ქრისტე შეიწყალე მეფე დემეტრე. ქრისტე შეიწყალე მეფე დავით და მოუწეს ხადია თავისი ხელით უნდა გაეკეთებინა. დავით აღმაშენებლის მისი ძის დემეტრე პირველის და ბაგრატ მეოთხის წარწერები, რომელიც ავტოგრაფულნი არიან. ეს წარწერებიცა და ფრესკებიც ატენის სიონშია. ამის შესახებ გვესაუბრებოდა ხელოვნების მცოდნეობის კანდიდატი გურამ აბრამიშვილი. დაიწყო სამხედრო რეფორმით.
მართალია სამხედრო რეფორმა 1118 წელს დასრულდა ყივჩაღთა ჩამოსახლებით, მაგრამ დაიწყო სამხედრო რეფორმით. ფაქტიურად ლაშქრის ორგანიზაციით დაიწყო. ამ ადგილს ყივჩაღს ეძახიან. დავით მემატიანის ყივჩაღებთან დაკავშირებით ნახსენებია ღანუხი. შესაძლოა, სწორედ ამ ადგილებში იყო განლაგებული ყივჩაღთა ის 40,000 ოჯახი, რომელიც დავითმა ჩრდილოეთიდან ჩამოასახლა. აი ეს სოფელი ღანუხია. ამ რეფორმების შემდეგ დავითი რასაკვირველია ვეღარ აიტანდა კლდეკარის ძლიერ საერისთავოს. შეურიგებელი ბრძოლა იყო, რომ დროებით დამარცხება, დროებითი საქმე საშველო და ამიტომ იყო, რომ დავითმა ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო, მოჭარა ერთხელ და საკუთრებოდ. დაამთავრა. აი, სხვანაირად ამ პრობლემის გადაჭერა არ აღარ იყო ამის შემდეგ საერისთავო. გაუქმა კლდეკარის საერისთავო. ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლური ტიპის მონეტის მოჭრა არაბული წარწერით. მაგრამ აი ამ მონეტაზე აწერს, რომ ის არის მესიის מחვილი. არაბულად აწერს. ამით ის მთელი მაჰმადიანურ სამყაროს ეუბნება, რომ მე ქრისტეს מחვილი და ქრისტიანობის מחვილი და მისი დამცველი და გამავრცელებელი ვარ. ბოლოს და ბოლოს დავითს უნდა დაპირისპირებოდა თურქ-სელჩუკთა გაერთიანებული ძალა. ეს გარდუვალი იყო. და ეს მოხდა აი სწორედ აქ, დიდგორის ქედზე. 1121 წელს ქართველებმა აქ გადაიხადეს ომი, რომელსაც ქართლის ცხოვრებამ უწოდა ძლევაი საკვირველი. გენერალ-ლეიტენანტი პროფესორი ირაკი ჯორჯაძე თვლის, რომ ამ ბრძოლაში დასრულებული ნათელი გამოხატულება ჰპოვა დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ სისტემამ მცირე ერების ბრძოლისა. ხოლო თვით დიდგორის ბრძოლა სამხედრო სახელმწიფოებში შეტანილია როგორც კლასიკური მაგალითი მცირე ძალით დიდი ძალის ძლევისა. რატომ აირჩია დავითმა ეს ადგილი? ერთ იმიტომ რომ იმას ჰქონდა უპირატესობა არჩევისა, საქცა ის არ უნდა ყოფილიყო. უეჭველად უნდა მოსულიყო. და ეს იძულებული იყო, რომ გამოსულიყო რასაკვირველია ამ დიდგორის მთაზე. ამიტომ აი შუა ადგილი რომელიც არის, აი შუა ცერი რომელიც შედის აქ. ეს ბუნებრივად ყოფდა თურქების ჟარებს ორ ნაწილად. ეს პირველი რაც გაითვალისწინა დავითმა. მეორე გაითვალისწინა რომ აი ამ დამბებში ან ყელებში უცბად შეიძლება ნუ რამდენი კაცი დავაყენოთ, უცბად შეიძლება ნუ დაახლოებით 10-15. ესე იგი აქაც არ შეეძლო იმათ მთელი ძალებით, ესე იგი რიცხვით რომ მოეგოთ ბრძოლა, ეგ იყო მთავარი დავითის სტრატეგიაში, როცა ამოირჩია ეს ადგილი. დავითს ჰქონდა გათვალისწინებული, რომ მტერი დაიწყებდა რასაკვირველია, რომელიც 60,000 და 400,000 მეტი რასაკვირველია მტერი დაიწყებდა შეტევას. ესე იგი დავითს უნდა გაეკეთებინა კონტრიერიში და შეტევისთვის აი ეს ამორჩეული ადგილები სწორედ არ ვარგა რა მხრივ რომ მტერი უნდა ჩავიდეს ესე იგი ქვეით დიდი ძალებით აი ამ ღელეში და იმ ღელედან უნდა ხელჩართულ ბრძოლებში ეს სწორედ ყველაზე ცუდი მდგომარეობა. ყველაზე და ამ მდგომარეობაში დავითი ხელოვნურად აყენებდა მტერს. დიდგორის ბრძოლისას ქართველებს წინ უძღოდა დავითის დროშა. დავითიანი. ასე ეძახდნენ მას. ეს ერთიანი საქართველოს სიმბოლო იყო. მემატიანის ცნობით ამ დროშას რქოსანი ცხენის გამოსახულება ამშვენებდა. ძალები ერთი მეორეს, ესე იგი, პატარა ძალა და დიდი ძალა გაერთიანებულია ამ სივიწროებით, მაგრამ დავითის სტრატეგიაში ეგ არ იყო მთავარი. ამიტომ დავითმა რა გაითვალისწინა, ესე იგი, მოამზადა 200 ქართველი მხედარი.
ნარჩევი მეომრები და ისეთი უნდა საერთო შეხედულება ყოფილიყო, რომ ვითომ ეს 200 კაცი ნებდება. თავარი დავითის სტრატეგიაში, დიდგორის ბრძოლაში, თავარი იმის სტრატეგიული გამოსახულება იყო ისა, რომ ამ 200 კაცმა უნდა შეექმნათ პანიკა. და ესედაც მოხდა, ესე იგი, ისინი მოვიდნენ, რამწარ შემოვიდნენ აქ, იშიშვლეს, ესე იგი, ხმლები, შუბები, ის არის და ისინი და გაიფანტნენ. თავარმა ძალამ დაარტყა აი აქ, საცა იყო თავარ მხედრობა, აურიონ ბანაკი და ესე იგი მართვა დაარღვიონ ამ მთელი ჯარებისა. და აი ეს რო შეიქმნა ეს პანიკა, ეს დაახლოებით გრძელდებოდა 15-20 წუთი. სწორედ ეს დრო იყო საჭირო იმისთვის, რომ დავითი 10,000 მხედრით აი მეორე დამბიდან დაერტყა და ეს მთას რო ხედავ იმ მთას და იმას, ის ყველაფერი ერთი დარტყმით მოლესა. ეს თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა. ასე ფიქრობს ბატონი ირაკლი. მერე ხევში ჩასული, ტომარაში მომწყდეული თურქეთის ძირითადი ძალები დავითმა და დემეტრემ აქეთ-იქიდან გაანადგურეს. და თითქმის საზღვრამდე ზდიეს უმეთაურო დარჩენილ არეულ თურქეთის ლაშქარს. ერთი წლის შემდეგ მუსლიმანთა უკანასკნელი დასაყრდენი დაეცა თბილისის საამირო. ამიერიდან ისევ თბილისია ერთიანი საქართველოს დედაქალაქი. დაიღუპა 200-მა შესწირა თავი. ეს ბევრია თუ ცოტა, ყველასა გონია. მაგრამ 200-მა კაცმა შეიჭირა საბოლოოდ 400,000. აი რა გააკეთა ამ 200-მა კაცმა. აი ამაშია მთელი ომის ფილოსოფია. ეს უნდა გავიგოთ, ეს მშვენიერად ესმოდა ეს სტრატეგია დავითს. ეს შემკიტოვებ ქვეყანას ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე. აი ეს მომიცია შენთვის. აი ეს არის შედეგები დავითის მოღვაწეობის. საქართველოს სახელმწიფო ამ ფარგლებში. საკუთრივ ქართული და აგრეთვე არაქართული მიწებით, სომხეთითა და შირვანით. და ამავე დროს ძალიან კარგად რეგლამენტირებული და მკაცრად ჩამოყალიბებული სახელმწიფო მმართველობის აპარატით. შესანიშნავად ორგანიზებული ლაშქრით. და გელათის წყინვალე კულტურული ცენტრით, რომელიც საერთოდ ქართული შუა საუკუნოვანი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. არკმარა? აი, ეს არის. ესაუბრება აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე. მე-10 საუკუნის ბოლო ათეული წლები და მე-11 საუკუნე არის ეროვნული სახელმწიფოს შენების ხანა და მისთვის ბრძოლის ხანა. ეს არის უდიდესი შემოქმედებითი დაძაბულობის ეპოქა. პერსპექტივის მქონე, როდესაც მომავლისკენ არის ყველაფერი მისწრაფებული. და აი ამ ძეგლებს ეს დამახასიათებელია, რომ გითხარით, ყველაზე დიდი კათედრალები ამეთქვა. დიდი საზოგადოებრივი ფუნქცია აქვს. ეს ეროვნული ძეგლებია, სვეტიცხოველი, ბაგრატთა და ეს სხვა. შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის სიმდიდრით, შუა საუკუნეების ან ხალხისა მარგულისმა რენესანსის შემდეგ რომ საქართველოს შეიძლება ერთი უპირველეს ქვეყანათაგანი იყოს სოფლიოში. ერთგვარი შეხამება რაციონალური საწყისისა და პოეტურობისა იქნება მუდმივ დამახასიათებელი ქართული
უროთმოძღვრებისა მის განვითარების მთელ მანძილზე. იგი ყველაფერი თითქოს გარკვეულ კადრ ჩარჩოებში არის ჩასმული. აღმირამოდებული არის ემოციები, შეიძლება ასე ითქვას. ეს არ უშლის იმ დროს მაღალ პოეტურობას და კიდევ ერთ თვისებას, რომელიც ქართულ არქიტექტურას მხოლოდ ახასიათებდა მის ადამიანურობას. მოდელირება, მოცულობის გადმოცემა, სწორი პროპორციები. როგორ არის ფიქროს გაცმა, რომ ეს არის იმავე კატეგორიის მოვლენა, როგორიცაც არის საერთოდ ცოცხალი ადამიანისადმი და მატერიალური ადამიანისადმი ინტერესის გაღვივება და გაღვიდება ჩვენში. ის ტენდენცია, რომელიც მოგვიყვანს უცხოესამდე. გიორგი მესამე. მან 1178 წელს თამარი თანამოსაყდრედ დაისვა. ისტორიკოსი წერს, ერთნებაობითა და თანადგომითა დარბაზის ერთა. იმ 6 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი ერთად მეფობენ, ფული თამარის და გიორგის სახელით იჭრება. სახელმწიფო კანონმდებლობის ყველა ძეგლი გამოდის თამარის და გიორგის ხელმოწერით. ესე იგი, ის მამასთან ერთად მართავს ქვეყანას. მისი პირველი ქმარი ვლადიმირელი მთავრიშვილი იური იყო. მეორე ოსი ბაგრატიონი დავით სოსლანი. საფიქრებელია, რომ ეს ორივე ქორწინება პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა, კავშირს ჩრდილოეთთან. მას შემდეგ, რაც უკვე შეიქმნა ასეთი უზარმაზარი სახელმწიფო და სახელმწიფო მმართველობის აპარატი გართულდა და შეიქმნა ძალიან გაძლიერდა სოციალური ფენები, ახალი წამოვიდა, უკვე აღარ შეეძლო იმ ძველი სისტემით სახელმწიფოს მმართველობა. მე ცენტრალური ხელისუფლების რაღაც უფლებების შეკვეცა მოხდა. ეს არის დაახლოებით, აი როგორც ევროპაში წარმომადგენლობითი მონარქია. მას შემდეგ, რაც საშინაო კრიზისი თითქოს 93 წლისთვის დამთავრდა, გრძელდება აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსი. 1195 წელს შამქორის ომი, სადაც ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და ფაქტურად სამხრეთ-აღმოსავლეთის საკითხი გადაწყდა. აი ამის შემდეგ არის უკვე რომ სამხრეთ-აღმოსავლეთით საქართველო ცდილობს განჯის მოხარკედ გახდომას, ესე ირანის მოხარკედ გაიხადოს, ამასაც მიაღწიეს მოხარკედ გაიხადეს განჯა. შემდეგ ესე იგი არის ლაშქრობა ირანს, ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი ეტაპი, როდესაც ზაქარია და ივანე მხარგრძელის სარდლობით ქართულმა ლაშქარმა რომ გურამდე ან ხორასნამდე შუა ირანამდე ილაშქრა. რასაკვირველია, ამ ლაშქრობას დაპყრობის მიზანი არ ჰქონდა. აქ მხოლოდ ხარკი და ალაფი იყო და საერთოდ თავისი სამხედრო პოტენციალის დემონსტრირება. ეს აუცილებელია ფეოდალურ სახელმწიფოებში, ყოველთვის ხდება ეს. და ეს ლაშქრობაც ბრწყინვალედ დამთავრდა. პარალელურად მიმდინარეობს ექსპანსია დასავლეთით. აქ უკვე ერთმანეთს უპირისპირდება რომის სასულთნო და საქართველო. წერილში, რომელსაც წერს რუქნადინი თამარს, რომ შენ გიბრძანებია ხმრლის აღება და მაჰმადიანთა ხოცვა. და გიბრძანებია თავისუფალთა დაპყრობა. ესე იგი, ვინც შენი ქვეშევრდომნი არ არიან. ახლა მე არ მოყვები ამ წერილის შინაარს, ესა ყოველთავად ცნობილი საკმაოდ უკმეხი წერილი, უფრო უკმეხი ზეპირი დანაბარები, რამაც ზაქარია მხარგრძელის ისეთი რეაქცია გამოიწვია და ამას შედეგად მოყვა, რომ ესე ზეპირი უთხრა ზაქარიამ, რომ შენ რომ ელჩი არ იყო, გეკუთვნის რომ ჯერ ენა მოგჭრან და მერე თავი მოგჭრანო, მაგრამ ნახე რადგან ცივილიზებულ ქვეყნებს შორის მაინც ურთიერთობაში ელჩის პიროვნება დაცული უნდა იყოს. მას პირი ოქროთი აუვსეს და ფაქტიურად ელჩს უკან გაყვება. ბასიანის ბრძოლისას ქართველების ჯარს წინ უძღოდა ვახტანგ გორგასალის დროშა. მოსპეტაკობდაო, ასე წერია მატიანეში. ეს ის დროშა, რომელიც ვახტანგ გორგასალს ჯერ სინთა მეფესთან ლაშქრობისას ახლდა თან. ის თეთრი იყო და გადახაზული იყო წითელი ჯვარედინა ხაზები. ეს მზის სიმბოლოს ნიშანი იყო. თამარი ვარძიამდე გაჰყვა ლაშქარს. ამბობენ, რომ
მთელი ეს აღმართი მან ფეხში შველმა აიარაო და შემდეგ დიდხანს ილოცა გამარჯვებისთვის. არც ის არის საკვირველი, რომ სწორედ ვარძიიდან გააცხილა მეომრების საბრძოლველად. ვარძია თამარისთვის, ისე როგორც უჯარმა და თბილისი ვახტანგ გორგასალისთვის, ხომ მისი იდეოლოგიის და კულტურის გავრცელების ფორპოსტი იყო. ბასიანის ბრძოლა ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მართალია თამარმა რუქნადინი ხელთ ვერ იგდო და შური ვერ იზია მას. მაგრამ მისი ერთ-ერთი მხედართმთავარი ტყვეჩავარნელი ჯორის ნალში გაცვალა. თუკი შამქორის ბრძოლამ სამხრეთ-აღმოსავლეთის საკითხი გადაწყვიტა თავის დროზე, ახლა ბასიანის ბრძოლამ სამხრეთ-დასავლეთის საზღვრების პრობლემა მოხსნა და ამას შემდეგ პირდაპირ მოხდა ტრაპიზონის სამეფოს შექმნა. შეიქმნა ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, ფაქტიურად კი საქართველოზე დამოკიდებული და ამ სახელმწიფოს სათავეში დაყენებული იქნა ალექსი კომნენოსის საქართველოს მეფის კარზე გაზრდილი თამარის ახლო ნათესავი, გადმოგდებული ტახტიდან ბიზანტიის საიმპერატორო კარის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. როდესაც ისტორიული პიროვნების მოღვაწეობის შეფასება ხდება და ჩვენ ამას დისტანციიდან ვაფასებთ, ახლა ჩვენთვის უფრო ადვილია, რა უნდა გავითვალისწინოთ? ქვეყნის პროგრესული განვითარების თვალსაზრისით, რა იყო საჭირო? აი სწორედ საქართველოს პროგრესული განვითარების თვალსაზრისით ეს იყო საჭირო. სხვანაირად ჩვენ ვერ მივიღებდით ერთიან საქართველოს. შეიძლება დღევანდელი პოზიციიდან დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს, თქვათ ის კლდეკარის საერისთავო ცალკე იქნებოდა თუ კახეთ-ჰერეთის სამეფო ცალკე იქნებოდა თუ ერთიანი იქნებოდა, შეიძლება ვთქვათ, ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგრამ ის გაერთიანება რომ არ მომხდარიყო, აი რაც დღევანდელი პოზიციიდან განსაკუთრებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვერ მივიღებდით ვერც იმ საისტორიო მწერლობას, ვერც იმ მხატვრულ ლიტერატურას, ვერც იმ არქიტექტურას და საერთოდ გინდათ იმ ჭედურ ხელოვნებას და ყველა დარგში ხელოვნებისა ისეთ წარმატებას. აი ახლა აქედან უნდა შევაფასოთ, არა? დამოუკიდებლობა მოიტანა ეს რასაკვირველია? პოლიტიკურმა დამოუკიდებლობა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ, პოლიტიკურმა სიძლიერემ და აღმავლობამ პოლიტიკურმა. ესე იგი, ეს იყო საჭირო. ესე იგი, ეს იყო დადებითი. შენახარ პურის მამყვანი დამძელებელი ქერისაო არი არალი
ეხლა თქვენ მოისმენთ 1966 წლის ჩანაწერს. აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე. უკვე აღმოჩენილია ის წყარო, საიდანაც მომდინარეობდა რუსთაველის სოფხედელო. სადღაც ნეოპლატონიზმი როგორც ერთ-ერთი მიმდინარეობა ბერძნულ ფილოსოფიისა და რუსთაველის აზროვნება ერთი მეორეს ხვდებოდნენ. არცელმა მოაზროვნემ პეტრე იბერიელმა ამ წერტილიდან ანტიკური ფილოსოფია დაძრა, ის საშუალო საუკუნეებისაგან წაიყვანა და რენესანსს მან მოუწოდა და იდეოლოგიური დასახელება. ვერლის ტყაოსანი არის ის თითქმის უნიკალური ნაწარმოები, რომელშიც შუა საუკუნეებში, მე-12 საუკუნეში ძირითად ნაკვთებში შენარჩუნებულია თითქმის დაუმახინჯებლად კლასიკური სული. ესე იგი ფორმის გაგება კლასიკური, ჰარმონია მატერიალურსა და იდეალურს შორის, პროპორციები და ყველაფერი ის, რაც შეადგენს კლასიკური ამ გაგებით ნაწარმოების პოეტიკას, პოეტური ხელოვნების საფუძველს. ეს მით უფრო განსაცვიფრებელია, რომ ამავე ნაწარმოებში ჩვენ უკვე ხედავთ რომანტიკული ხელოვნების ღრმა ზემოქმედებასაც. ეს უკვე ახალი ნიშანია და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უკვე წინამორბედი იმ ხელოვნებისა, რომელიც ახალ და უახლოეს დროებში იქმნება კერძოდ დასავლურ კულტურაში. 2 მილიონი 3 მილიონი, 1,5 მილიონი. დღეს ყველაფერი რაღაცა ღირს. ეს ჯვარი 1,5 მილიონად არის შეფასებული. ბედიის თასი 2 მილიონი ღირს. აი ამას კი ფასი არ აქვს. როდესაც პოლიტიკურ მოღვაწეს საქმენი მისნი ნაკმარნი ზედ გადაყვებიან, მის მოღვაწეობას ფასი არ აქვს. როდესაც პოლიტიკური მოღვაწის საქმენი მის შემდეგ განაგრძობენ არსებობას, აი ის არის ნამდვილი პოლიტიკური მოღვაწე. და ვისი მოღვაწეობაც ქვეყნის პროგრესის საქმეს ემსახურება, ის არის დიდი ისტორიული პიროვნება.